მოგესალმებით თვითონ მაყურებელო მე ნაზი საჩველაძე გადაცემა საჩინოდან დღეს ჩემთან სტუმრად მობრძანდა არაჩვეულებრივი ქალბატონი მინდა გითხრათ რომ ნამდვილად საჩინო მე მაოცებს ამ ქალბატონის საქმიანობა ისეთი ქველმოქმედება როგორც ქალბატონმა ნანამ შესძლო წლების მიხედვით გაეკეთებინა საქართველოში მე ნაკლებად მინახავს ეს ქალბატონი დედოფლის წყაროდან ჩამობრძანდა დღესდღეობით თბილისში ცხოვრობს მაგრამ წარმოშობით გახლავთ დედოფლის წყაროდან და იქ უამრავი საღამოები აქვს გაკეთებული თუ რომელი მე თვითონ ისაუბრებს ქალბატონი ნანა დღევანდელ დღეს ის საქმიანობს ქალაქ თბილისში და კვლავ გავიმეორებ დღესაც თბილისში ის საოცარ საღამოებს აწყობს თქვენი სახელით ჩემს ძვირფას და საამაყო ადამიანს დიდი პატივისცემით მივესალმები დიდი სიყვარულით მოგესალმებით ქალბატონო ნანა და უნდა მიამბობთ თუ რა ღვაწლი გაქვთ თქვენი შემოქმედება, თქვენი საქმიანობა, თქვენ დამსახურებული ჟურნალისტი ბრძანდებით და უნდა მიამბოთ თუ რა ღონისძიებები გაქვთ ჩატარებული დედოფლის წყაროში და ჩვენს დედაქალაქ თბილისში. გვიამბეთ. გმადლობთ მოწვევისათვის. თქვენ მადლობა რომ მობრძანდით. აი მე პირველი შეკითხვა ასეთი მაქვს რომ თქვენ რამოდენიმე ქალაქის საპატიო მოქალაქეს ამდებით ალბათ დამსახურებულს დიახ პირველი რომელმა ქალაქმა დაგდო დიდი პატივი და გაღიარათ როგორც საპატიო მოქალაქეს ბორჯომის საპატიო მოქალაქეს ამირჩიეს როდესაც ირაკლი გურგენიძე იყო რაიკომის პირველი მდივანი. დიახ. იგი ჩვენთან მოღვაწეობდა მაქამდე დედოფლის წყაროში. დიახ. ჩვენ ბატონ ირაკლის ძალიან ახლოს ვიცნობდით, იმ პერიოდიდან ვაკეთებდით სხვადასხვა ღონისძიებებს. დიახ. და შემდეგ როდესაც გადავიდა ბატონი, გადაიყვანეს ბორჯომის რაიკომის პირველ მდივნად. დიახ. იქაც კომპოზიტორთა კავშირში ჩავატარეთ ძალიან ლამაზი საღამო ვაჟა აზარაშვილის ხელმძღვანელობით. მოვიწვიეთ ბატონი ირაკლი. იმ პერიოდში კომპოზიტორთა კავშირის სახლში ყველა კომპოზიტორებს სიამოვნებით მოდიოდნენ. ულამაზესი ღონისძიებები იმართებოდა და აი ამ ქედან წამოვიდა ულამაზესი კარგი ღონისძიების შემდეგ ბატონმა ირაკლიმ წარმატკინა ბორჯომის საპატიო მოქალაქეობაზე. ეს იყო დიდი ხნის წინათ. მაგრამ მე ძალიან მეამაყება რომ ეს იყო მე-20 საუკუნეში თქვენი ეს დაჯილდოება მე რა მოხდა? პირიქით აი მაშინ რო ადამიანი დაგაფასებს იმ პერიოდში ვლაპარაკობ, ხო? იქ თუ არ ქონდა ბევრი რამ გაკეთებული არავითარ შემთხვევაში ატაკასახელი ეს იგი დამსახურებულად მეორე ქალაქის რომელი ბრძანდებით ქალბატონო ნანა მეორე ჩემმა დედოფლის წყარომ დამასახელა და ეს ყველა დიდი ჯილდოა ჩემთვის შენი მშობლიური რაიონი რომ გაღიარებს და რა თქმა უნდა მინდა გითხრათ რომ ნამდვილად დამსახურებულად რაც მე ვიცი თქვენ შესახებ და მე ვიღებ თქვენს ღონისძიებაში მონაწილეობას როდესაც ესდება თბილისში აი ესე რომ ეხლა უნდა მეამბოთ რა ღონისძიებები გაქვთ ჩატარებული დედოფლის წყაროში აი პირველი რომელი იყო აი მაინტერესებს აი ოჯახური წარმატებული ოჯახები და აი ეს მოიფიქრეთ რა კარგია რომ ასეთი პირველი მაინც არის ოჯახი იქ ბავშვები არიან შთამომავლები არიან და თქვენ მათ უთხარით რომ აი თქვენი დედმამა არის წარმატებული ადამიანი აი მითხარით აი როდის იყო ესა და ვინ დააჯილდოვეთ წარმატებული ოჯახი წარმატებული ქვეყნის საწინდარია ასეთი პროექტი განმახორციელეთ დედოფლის წყაროში და
საიუბილეო კომისიის თავმჯდომარე ყავდა ნაირა გორაშვილი, გაზეთი შირაქის მთავარი რედაქტორი. დავასახელეთ საქართველოს მასშტაბით წარმატებული ოჯახები. ასეთი პიროვნებები იყვნენ ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული. რა თქმა გია ბაღაშვილის მშობლები, ჯემალი ბაღაშვილი, ქალბატონი მანანა, ულამაზესი ოჯახი. ამ ღონისძიებას პირადად გია ბაღაშვილი ესწრებოდა, რადგან მშობლებმა ვერ მოახერხეს ჩამოსვლა. ჩვენი რაიონიდან იყვნენ რეგინა ჯანიაშვილი და გივი ღვინიაშვილი, ძალიან ცნობილი ოჯახები არიან და მინდა გითხრათ, რომ მათ ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი და ჩვენს ეკლესიაში ჯვრის წერა მოხდა და ის მათი ქორწილი რო იყო, ზუსტად ის მეჯვარეები მოიწვიეს. რა კარგი რაღაცა. მხარში ამოგვიდგა დედოფლის წყაროს წიგნობართა ასოციაციის მთლიანი გამგეობა, პირადად ქალბატონი ნაირა გორაშვილი და თვითონ მეჯვარეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ქორწილი თავის დროზე არ იყო, აი ახლა რომ ჩვენ გაგვიკეთეთო. შეთანხმები ამას. ასევე ბორჯომიდან იყვნენ დასახელებულები ნინო გომარელი და რომან ჭედლიშვილი, ულამაზესი ოჯახი და მათ საპატივსაცემოდ ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში მოვიწვიეთ თბილისის ოპერის სამყარო სოლისტები, უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა გიორგი ლომისელმა, მანონი ყუბანეიშვილი იყო, თავად გია ბაღაშვილმა, იმალეთ რა თქმა უნდა. ეს დიდი ამ ღონისძიებას და ეს იყო მართლა დაუვიწყარის ულამაზესი კარგი დღე მათ ცხოვრებაში. მე გეთანხმებით. ასევე დიახ. შემდგომ აი მაინტერესებს ასეთი თქვენ კონცერტი ჰქონდათ, რომ 100 წელი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ესეც ჩაატარეთ, ხო მართალია? დიახ. ეს იმდენად დიდი საქმე არის, რომ 100 წელი მიულოცეთ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებას. ეს პატარა ამბავი არ არის. ვინ ყავდათ ჩამობრძანებული, ვინ იყვნენ? როდესაც ჩვენ უნივერსიტეტის 100 წლის თავისუფლების საიუბილეო საღამო გავმართეთ, ეს მოხდა დედოფლის წყაროს სასწავლო ცენტრ სპექტრში, რომლის დირექტორი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებული ნუნუ საკაშვილი და მოვიწვიეთ ქალბატონო ნაზი 12 კურსდამთავრებული სხვადასხვა სპეციალობის და სხვადასხვა წლების. მათ გაიხსენეს ეს უძვირფასესი დღეები და 7 თებერვალს, აი მომდევნო წელს, თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზშიც იგივე ღონისძიება გავმართეთ. განმეორებით. დიახ, ერთი წელი რომ გავიდა და მოვიწვიეთ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამყარო სოლისტები. ოპერა დაისიდან, ოპერა აბესალომ და ეთერიდან წამყვანი პარტიები იმღერეს, წყინვალე ბარიტონმა გიორგი ლომისელმა ის არაუშევს გვას არაუშევს ხდება შემდგომ სოპრანომ მაყვალა ასპანიძემ, ტენორმა არმად დარაშვილმა. ასევე მოწვეული ყვანდნენ ისევ ოპერის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ჩვენი რაიონისა და მიიღეს მონაწილეობა ამაში. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი რაიონის გარდა ეს საიუბილეო საღამო არსად არ აღნიშნულა. მიღესალმები და ძალიან გამახარა ამან. აი ვეფხისტყაოსანი ზეპირი მხატვრული კითხვა ჩაატარეთ ჩვენ და ვინ მიიღო მონაწილეობა ამაში? 2008 წელს დედატექს ეფერებიან ასეთი პროექტით ფერმერებს შორის ჩავატარეთ კონკურსი ვეფხისტყაოსნის ზეპირი და კითხვა და იქ მონაწილეობა მიიღეს ფერმერებმა პირადად კარგად მახსოვს ძალიან ნუგზარ მამუკელაშვილმა ძალიან წარმატებული გამოვიდა გია ნატროშვილი ფერმერი რომელსაც ძალიან უყვართ ეს ვეფხისტყაოსანი შემდეგ და მინდა გითხრათ, რომ
ფერმერების კომისიის თავმჯდომარე ყავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ფილოლოგი ნანა მერაბიშვილი და მან თქვა რომ მართლა დასაფასებელია რომ ფერმერები ასე კარგად ფლობენ ვეფხის ყავოსას. იციან ასე კარგად. რა თქმა უნდა ეს სხვათაშორის ეს ფერმერებში მარტო არ უნდა გაკეთდეს, მოდი ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააკეთა ეს ზეპირი კითხვა. რა თქმა უნდა ეს საოცარი კარგი პროექტია, რომ და როგორ განაწილდა პირველი ადგილი მიიღო ნუგზარ მამუკელაშვილმა. პირველ ადგილზე გავიდა ნუგზარი მამუკელაშვილი. ძალიან მადლობა უთხარით ჩემგან პირადად. სამწუხაროდ აღარ არის გადაიწერა. არ არის ცოცხალი ხო? ნათელში მისი სული. ეხლა მე მაინტერესებს აი სკოლის დირექტორების ის ღონისძიება გააკეთეთ უკვე, რომლებიც უკვე გასულები იყვნენ ამ თანამდებობიდან და სკოლიდან. აი როგორ გააკეთეთ? ესე იგი სიკეთის ნერგი იხარებს. გარდამავალ პერიოდში, როდესაც აი მასწავლებლებს, უпростоრად პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს სახლიდან მიჰქონდათ ცარციც კი აი ყველაფერი მათი აი ზუსტად ამ პერიოდში გავიდა წლები, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექტორი, ღირსების ორდენის კავალერი სვეტლანა შალვაშვილი და დედოფლის ხაროს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მერაბიშვილი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გამოვიკითხეთ და დაასახელეს ეს ორი პიროვნება საუკეთესო სკოლის დირექტორად. მოვიწვიეთ თბილისიდან არ უნდა თემურ ჩალაბაშვილი ჩვენი მეგობარი იქაურია მაგ ზალ ბოტკოველი დიახ და დაესვენ ამ ულამაზეს ღონისძიებას. გარდა მაგისა ბატონი თემური დაიკითხავდა ლექს აუცილებლად. გარდა მაგისა კონსერვატორიის პედაგოგმა დოდო დიასამიძემ თავისი სტუდენტები ჩამოიყვანა, მასწავლებლების სკოლის დირექტორების გამოვლენა იყო. ულამაზესი კონცერტი შემოგთავაზეს მისმა მოსწავლეებმა, ნინო ლაკვეხელიანმა, ნატალია ქუთათელაძემ, ნინო ჯაჭვაძემ და ამავდროულად იყო სიურპრიზი და რუსთავი ორით ყავდა დაპატეჟებული. ჩამოვიდნენ. ძალიან კარგი. ეხლა დოდო დიასამიძის დამსახურებაა. ხო. რა თქმა უნდა. აი კალიგრაფიის ის როგორ მოხდა ღონისძიება? კალიგრაფიის კონკურსი რომ ჩავატარეთ, ეს ჩავატარეთ ასაკის მიხედვით. 20 წლიდან დაწყებული 80 წელს გადაცილებულების. თითქმის ჟიური ყავდა. ჟიურის თავმჯდომარე იყო ლალი მენთეშაშვილი, ფილოლოგი. წევრები იყვნენ ნაირა გორაშვილი, ნელი გობეჯიშვილი, პროკავშირის კომიტეტის რაიონის თავმჯდომარეები და როდესაც ძალიან ბევრმა მიიღო მონაწილეობა კალიგრაფიის კონკურსში. მათ შორის პირველ კლასელებიც მონაწილეობდნენ და როდესაც ისა ქალბატონო ნაზი მინდა გითხრათ რომ ძალიან ესე იგი ვფიქრობდი რა შემეთავაზებინა კონკურსისათვის. მინდოდა რომ ყველა ბგერა ყოფილიყო. ძალიან დიდი დრო დამჭირდა და შევარჩიე მას აქეთ რაგი შენდამი ცანმე სიყვარული. აი ეს ლექსი. ხო და ამ ლექსში ყველა ბგერა შედიოდა ჭილისკარდა და დავფიქრდი რომ მე დავწერე. მე ვიფიქრე ეს ხომ ილია ჭავჭავაძის ლექსია და ილია ჭავჭავაძე. აი ეს ლექსი ყველამ დაწერა აბსოლუტურად და კონკურსის მიხედვით გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე. ძალიან კარგი. მე მაინტერესებს ახლა რომ თქვენ კოვიდთან დაკავშირებით გააკეთეთ ღონისძიება. კოვიდით გარდაცვლილების. აი ვინ შევიდა შიგ? ვინ იყო თქვენ ვინდა ჩვენ მიუძღვენით რეზო ამაშუკელის ხსოვნა გავაკეთეთ და რეზო ამაშუკელთან ერთად მისი ოჯახის წევრები უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ რადგან ვერ მოახერხეს იმათ გზავნელი გამოგვიგზავნეს და მადლობა გადაგვიხადეს ბატონი რეზოს გახსენებისთვის და გამოგზავნეს რეზო ამაშუკელის ერთტომეული წიგნები. ასევე გავიხსენეთ ჩვენი რაიონიდან
ახალგაზრდა გარდაცვლილი, კოვიდით გარდაცვლილი ვაწმოსილი პიროვნებები, ახალგაზრდა პიროვნებები. ქალბატონი ნელი გობეჯიშვილი. ძალიან დიდი კარგი საქმე გააკეთეთ მიტა. კოტელოლაშვილი. თვითონ მეუფე დიმიტრი გარდაიცვალა. და ეს იყო ძალიან კარგი ღონისძიება ნამდვილად გვერდში დაგვიდგა გიორგი ნატროშვილი, წერალთა ასოციაციის თავმჯდომარე და მან ისაუბრა მეუფე დიმიტრიზე და ესე იგი იდეა ჩემი იყო, მაგრამ მაგენი გვერდში დაგვეცნენ და ძალიან კარგი. ეხლა უკვე თქვენ თბილისში გადმოვინაცვლოთ, რა გააკეთეთ თქვენ თბილისში? თქვენი პირველი ღონისძიება იყო მეტრონომის ნომინაცია. აი მიამბეთ ამაზე. მიამბეთ. თბილისში პირველი ღონისძიება იყო მეტრის ნომინანტები, წარმატებული პროფესიონალები და ეს ღონისძიება გავმართეთ თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში. მეტრის ნომინანტებად საქართველოს მასშტაბით გამოვლინდნენ რეზო ჩხეიძე, გივი თოიძე, გიზო ჟორდანია, თენგიზ მუშკუდიანი, ვაჟა აზარაშვილი, რეზო ტაკიძე, ელდარ შენგელაია და დედოფლის წყაროს ფერმერები, რობიზო ნატროშვილი, მეღვინე ტექნოლოგი გოძერძი გონაშვილი და მერაბ რობიტაშვილი. ძალიან კარგი. აქედან სამწუხაროდ ბევრი აღარ არიან და მათ საპატივსაცემოდ მოვიწვიეთ ოპერის მომღერლები და ფოლკლორული და ისა კვინტეტი ურმული დავით ქავთარაძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც ბრწყინვალეთში ასრულეს ფოლკლორული ტრადიციული სიმღერები. ასევე თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ფურორი მოახდინა ვაჟა აზარაშვილის სენტიმენტალური ტანგოს აღღერება. და თავად ვაჟა აღთხოვანებული დარჩა. ყველაფერს მოვიფიქრებდი და თუ ეხლა ურმული ჩემს ნაწარმოებს შეასრულებდაო, ნამდვილად არ მეგონაო. ძალიან მაყოფილები დარჩნენ. და სპეციალური დიპლომები გადასცა თითოეულ მათგანს ამაგდარის თავმჯდომარემ ვახტი ქიზიყურაშვილმა. ძალიან კარგი. ეხლა მე მაინტერესებს მეორე თქვენი პროექტი საუკუნის ლეგენდების ნომინაცია. საუკუნის ლეგენდების ნომინანტები გამოვავლინეთ საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად და შეხვედრა მოუწყეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ესენი გახლდნენ მანანა ახვეტელი, ნანი ბრეგვაძე, მედი ამირანაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ნონა გაფრინდაშვილი, მედი ამირანაშვილი ვთქვი ხო? ასევე დედოფლის წყაროდან პირველი კერძო მეწარმე თამარ მოძღვრიშვილი რძის პროდუქტებისა და გაზეთ შირაქის რედაქტორი ნაირა გორაშვილი. ამათთან ერთად დავასახელეთ ახალგაზრდა პროფესიონალები. ინგა შიოლაშვილი, ახალგაზრდა მხატვრები, დეიკო ალუღიშვილი, ანა ხარაშვილი, ფერმერები, ახალგაზრდა ფერმერები, ზურაბ და ზვიად ბიკაშვილები და სხვები. მათ საპატივსაცემოდ პატივცემულო ოპერის ვარსკვლავებმა გამართეს კონცერტი. საღამოს უძღვებოდა ქალბატონი მაყვალა გონაშვილი. ძალიან კარგი მეგობარი. ეხლა გახსოვდეს ვისი გორისა ხარ? ასეთი პროექტი ქონდა თქვენ და აი ეს არის რომელიც გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში დაიბეჭდა. აი აგერ არის გახსოვდეს ვისი გორისა ხარ? ვინ მოვიწვიეთ აქა ჩვენ ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა, ვხედავ ნელი გობეჯიშვილმა მიიღო მონაწილეობა და ლიანა კალმახელიძემ შემა ძალიან ძვირფასმა ადამიანმა სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული. ხო და აი ეს უკვე სურათი გახლავთ გადაღებული აი მაგ ღონისძიებაზე. კომპოზიტორები ესწრებოდნენ. წამყვანი გახლდა თნანი საბანაძე და მან წარმოაჩინა თითოეული ადამიანის ღვაწლი.
რა თქმა უნდა ნელი გობეჯიშვილიც გახლავთ აქა ნუნუ დუღაშვილი ნელი გობეჯიშვილმა მანანოს მასაცუშე დიახ მასაცუშების კვერაზე ნუნუ დუღაშვილი ხო ძალიან კარგია ქალბატონო ნანა რომ თქვენ ასეთ ღონისძიებას ვაკეთებთ კიდევ ერთხელ მინდა შეგაქოთ და მაქვს ჩემი გაოცებაც რომ როგორ ახერხებთ ამდენი ადამიანებთან თუნდაც დაკავშირებას თუნდაც დარწმუნებას რომ უნდა მობრძანდნენ, უნდა მიიღონ ზოგი მოგზალებულია, მოდით ასე ვთქვა და ერიდება და ამბობენ რომ მე რა გამოსაჩენი ვარ, ძალიან ბევრი ამბობს, ან რა გამიკეთებია ისეთი, ხო ასეთი არიან ეგეთი პიროვნებები. თქვენ მიდიხართ და არწმუნებთ ამ ადამიანებს, რომ შენ და თქვენ 8 წელი გაქვთ საქართველოში და უნდა გავაკეთოთ თქვენზე გადაცემა. აი არ არის ძნელი ესა? ისა მინდა გითხრათ. ტელეფონების თქვა ნომრები ხომ და მოიძიოთ. ჯერ უნდა მოიფიქროთ, მე უნდა დაალაგოთ, ხო? ძნელია ეს, იმიტომ მე თვითონ გამოცდილება მაქვს ამისი და კარგად ახერხებთ, მინდა გითხრათ. აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ბრძანეთ. როდესაც ეს საუკუნის ადამიანების საქართველოს მასშტაბით გამოვლიდნენ, ნანი ბრეგვაძე შევხვდი კონცერტი იყო კახეთის ცენტრში. მივედი და პირადად უთხარი ქალბატონო ნანი თქვენ დასახელებული ბრძანდებით საუკუნის ლეგენდად და როდესაც ღონისძიება მექნება დაგპატიჟებთ მეთქი. კარგიო მითხრა, სხვა ბინარიანო იკითხა, რასაყურველია, უპასუხე მედი ამირანაშვილი, მანანა ახმეტელი, ნონა გაფრინდაშვილი, ყველანიო ძალიან ესიამონა. ხო და უკვე თქვენ რომ მითხარით როგორ ახერხებთ, როდესაც უკვე 2015 წლის 25 მარტი ადვილი არ არის რომ ეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში უნდა წინასწარ დაიკავო ეს ადგილი რომ ღონისძიება ჩაატარო და როდესაც ესე იგი ნანას დაველაპარაკე იცით რა მითხრა რაც არის რომ მე ბევრი ჯერ ყოფილვარ სხვადასხვა ღონისძიებებზეო და ესე იგი უარ მითხრა არ მოვალო მე უთხარი ქალბატონო ნანი მე მინდა რომ თქვენ დასახელებული ბრძანდებით ამათ შორის და მინდა რომ აუცილებლად მობრძანდეთ ნუ რამდენჯერმე რომ შევეხმიანე და ბოლოს ესე იგი მითხრა რაც არისო რა უნდა მიმღერო მე უთხარ ქალბატონო ნანი თქვენ არაფერს არ იმღერებთ აქეთ გიმღერებთ და დაგაჭირდობებთ კიდეც მე ნუ რაც არისო მოვალო და როდესაც ესე იგი ქალბატონი ნანი მობრძანდა ამ ღონისძიებაზე წამყვანი იყო ამ ღონისძიების ქალბატონი მაყვალა გონაშვილი ესე იგი მათ თითოეული პერსონა წარმოაჩინა და ნანი ბრეგვაძეზე მოყვა მე პირადად ვესწრებოდიო ნანის კონცერტს მოსკოვშიო არაჩვეულებრივი კონცერტი გამართაო და შემდეგო იგივე კონცერტი გაიმართა პეტერბურგშიო თქვენ წარმოვიდგინეთ იქაც ვესწრებოდიო და პეტერბურგში რომ გაიმართა კონცერტიო ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი რომელიც მოსკოვში ვერ დაესწრო ნანის კონცერტსო მომზანდაო პეტერბურგშიო და მუხლ მოდრეკილმაო მუხლი დაიჩოქაო და გასაღები ჩაუდო ნანის ჭიბეშიო ეხლა ჩვენ ვიფიქრეთ რომ ალბათ მანქანა მაგრამ გამოვდგაო მაყვალა გონაშვილი გვეყვება ბინის გასაღები ოროთახიანისა რომ ამ კაცმა აჩუქა პეტერბურგში დიახ ოროთახიანი ბინა აჩუქა მოსკოვშიო ეს ყველაფერი დიახ ეს ყველაფერი მოყვა მაყვალა გონაშვილმა და რაც მთავარია უძვირფასესი კონცერტი გაიმართა მედი ამირანაშვილის მოსწავლეებისა მარია მაჩიტიძე ისეთი ძვირფასი კონცერტი გაიმართა რომ ნანიმ თქვა რომ მართლაც რომ არ მოვსულიყავ ძალიან დავაშავებდიო და გაიხსენა რობერტ ბარძიმაშვილის სიტყვები ნანიო ჯერ შენმა ხალხმა უნდა დაგაფასოს მე რეცხებმაო და განსაკუთრებულად დამრჩა ეს დღე ჩემს მეხსიერებაშიო მართლაც ეს იყო ულამაზესი დღე ნაირა გორაშვილი გამოვიდა სიტყვით და მან თქვა რომ თქვენ ყველა გიცნობთ მაგრამ თქვენ ხო არ გიცნობთ ჩვენ ვინა ვართო და წარმოადგინა დედოფლის წყაროელი ახალგაზრდები და მათ შორის თამრიკო მოძღვრიშვილი რომელიც ვძის პროდუქტების წარმოებელი იყო და ნანი ბრეგვაძემ უთხრა ქალბატონო თამარიო თქვენ რო ის ვძის პროდუქტებიო იმ წლებში არ გეწარმოებინათო მე ასეთი ხმა არ შემჩებოდაო ნამდვილი ლეგენდა თქვენ ხართო ისე რომ
აი ეს ექვსეული ადამიანი დღესაც ძალიან გვიამაყებიან რა თქმა უნდა და თამრიკო ახლა არის რძის ქალაქის მენეჯერი და დაჯილდოებული არის სხვადასხვა დიპლომებით ის გახლავთ ის სოფლიოს ცოცხალი განძის ტიტულის მფლობელი და ახლა მოდით ვისაუბროთ რეზულტატის საღამოზე მე მივიღე მონაწილეობა ვიცი რომ თქვენ ამ საღამოს ესწრებოდით რეზულტატის საღამო გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 80 წლის საიუბილეო საღამო იყო და სიტყვით გამოვიდა მანან ახმეტელი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნათელა ვაჩნაძე ისაუბრეს მის შემოქმედებაზე ასევე გურამ ქაშაკაშვილმა რომელიც ზურაბ აჯაფარიძის ფონდის პრეზიდენტი არის სპეციალური სიგელი ზურაბ აჯაფარიძის სიგელი და ოქროს მედლით დააჯილდოვა ბატონი რეზო ტაკიძე ეხლა გადავიდეთ შავეზაშვილზე ეს იყო რამოდენიმე თვის უკან იყო და ისა იგი რადგან რეზო ტაკიძეზე ვსაუბრობ სპეციალურად დედოფლის წყაროელმა ქარგვის ხატრული ქარგვის ოსტატმა ლია მაისურაძე მიუძღვნა პერსონალური გამოფენა ნაქარგების გამოფენა იყო მეც ვნახე მაგი ეხლა შავეზაშვილზე უნდა გვიამბოთ ალექსანდრე შავეზაშვილის საღამო გააკეთეთ თქვენ ერთი რამოდენიმე თვის უკან იყო ეგ იყო ჯერ გავაკეთეთ ნოდარ დარძულის პერსონალური გამოფენა აი ყველაზე ბოლოს გეუბნებით და იყო ქეთევან ჯერვალიძის საჯარო ლექცია გალაქტიონის ლექსზე რარი კარგია სამშობლო და მას მიეძღვნა ეს გამოფენა ნოდარ დარძულის ეს იყო მისი ნახატები ნოდარ დარძულისა გეუბნები ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებლებში და გარდა ამისა თავად ეს ქეთევან ჯერვალიძის ლექციას რარი კარგია სამშობლო ისაუბრა და ძალიან დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაშორის. აი 21 საუკუნის ხელოვანთა აი ამაზე უნდა მეამბოთ, რა ჩაატარეთ, რა ღონისძიებაა ესა. 21 საუკუნის პირველი 20 წლების ადამიანები გამოვავლინეთ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად და დასახელდნენ კომპოზიტორების ხუთეული, მხატვრების ხუთეული, რეჟისორებისა და პოეტების. და ყველა მოვიწვიეთ ესენი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აი აქაც არის პატივცემულო. ესა? დიახ. ხო, აგე სურათშიც არის, ესე იგი ვინ მოვიწვიეთ და აქ არის ვაჟა აზარაშვილი. აი მე ტელევიზია კოვიდის ეს ხდება პანდემიის დროს. ხო მართალია. ზუსტად პანდემიის დროს ხდება. ხო, აგერ ხედავთ კახაცაბაძეს, ჩალაბაშვილს, ბატონ თემურს. ხო, და მე გავაცნობ ვინ იყვნენ ესენი. დიახ. რეჟისორებიდან გამოვლიდნენ რობერტ სტურუა, მერაბ კოკოჩაშვილი, მედია კუჭუხიძე, ელდარ შენგელაია და თემურ ჩხეიძე. კომპოზიტორებს შორის ვაჟა აზარაშვილი, ნუნუ გაბუნია, ნუნუ დუღაშვილი, მაცაც ოსეპისკვერაძე და კახაცაბაძე. მხატვრებში თემურ გოცაძე, გივი თოიძე, ჯემალ კუხალაშვილი, შალვა მატუაშვილი და გოგი ჩაგელიშვილი. პოეტებიდან რეზო ამაშუკელი, დათო მაღრაძე, თემურ ჩალაბაშვილი, ტარიელ ხარხელაური და მზია ხეთაგური. ეს პიროვნებებმა ბატონი ტარიელი და თავად სიტყვით გამოვიდა ბატონი ტარიელი და ძალიან ლამაზი ლექსები წაიკითხა, ასევე თემურ ჩალაბაშვილმა და ეს იყო კიდევ ერთი ინტელიგენციის წარმომადგენლები მიესალმნენ სოსო ჭუმბურიძე, თემურ თავაძე, 95 წლის ელეონა ბაბუნაშვილი, რომელიც არც ერთ ღონისძიებას არ აწეჩვენს, ექიმი თერაპევტი და მიესალმა თითოეულ კომპოზიტორს. ძალიან რა გითხრათ, იცით, ამდენ კიდევ ვამბობ, რომ ასეთი ხალხის დაფასება მიმაჩნია
ყოველთვის უნდა გაკეთდეს ესა. ეს ხალხი ვინც თქვენ მოიწვიეთ და გააკეთეთ ეხლა რამ გეგმავთ კიდევ გააკეთებები ნაზი მე მინდა გითხრათ რომ აი ამ ღონისძიებაში ბადრი მაისურაძემ რომ გაეცნო ვინ იყვნენ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი გამოგვიგზავნა სპეციალურად კონსტანტინე ყიფიანი ტენორი და თბილისის ტენორი და ასევე თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გიორგი ჭელიძე და უმშვენიერესი მარიამ როინიშვილი. აი ამათ ულამაზესი ის მიუძღვნეს პირველ 20 წლეულის ძალიან კარგი მინდა გითხრათ რომ და ასევე იყო კომპოზიტორთა კავშირის ტრიო ქეთევან თავშავეძის, მაია ჯინჯულაშვილის და ია ბახტაძის მონაწილეობით, რომელთაც შეასრულეს ვაჟა აზარაშვილის და კახა ცაბაძის ნაწარმოებები. ხო აი ეს მოკისკის ალუბლები რა ღონისძიებაა ესა? ხო, მოკისკის ალუბლები ეს მიამბეთ ეს ღონისძიება ჩატარდა წერალთა სახლის სარკეებიან დარბაზში. პოეტმა და პუბლიცისტმა ნანი საბანაძის პოეზია იყო წარმოდგენილი, პოეზიის საღამოს ერქვა მოკისკისი ალუბლები, საღამოს უძღვებოდა ახალგაზრდა პოეტი ქეთევან ნათელაძე და ნანი საბანაძემ თავისი შემოქმედება გააცნო დამსწრე საზოგადოებას. იქ მომბრძანდნენ ესწრებოდნენ ვაჟა აზარაშვილი, გივი თოიძე, ზია ხეთაგური, რეზო მიშელაძე და ძალიან დიდი შეფასება მისცა ზია ხეთაგურმა ქალბატონ თავის კოლეგას ნანი საბანაძეს. იცით რა ეხლა თქვენს ღონისძიებაში ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა ბატონი ვაჟა აზარაშვილის სახელი. ეს პიროვნება მე ყოველთვის მაოცებდა თავისი ადამიანობით. მე ერთხელ დამირეკა და მითხრა რომ ქალბატონას იქნებ მობრძანდეთ ჩემთანო. ცოტა არ იყოს გაოცებული დავრჩი და რა გნებავთ მეთქი რომ მე მოვემზადოთქო. არაო მეო გამოვეციო ორი კრებულიო და მინდა რომ გისახსოვროთო. მივედი მასთან დანიშნულ დროს იმედი ვესტუმრე და მომცა ორი შესანიშნავი კრებული და გამაოცა რა მიცით წინასწარ მან მიმინიშნა აი ეს თქვენია მთელ ამ ორ კრებულში ყველგან იყო მინიშნებული რომ ეს უნდა იმღერო თქვენ. იმიტომ რომ მეუბნებოდა რომ თქვენო ძალიან ფაქიზი მომღერალი ხართო. თქვენი ჩემი ეს სიმღერები თქვენ რომელიც უფრო არის კლასიკურიო აი ამას გთავაზობთო. დიახ. და ჩემთვის ძვირფასია ამ ადამიანთან გატარებული ოქროს წუთები მინდა გითხრა და ერთი თხოვნა ვერ შეუსრულე მე მას. მან თხოვა რომ სიმღერა ჩემი მეუბნება სიმღერა დედაზე არ ვარობული ამ ქვეყანაზე იქნებ თქვენ შეასრულოთო. ნანი მე სიმღერაო ოღონდ ეს ჩაწერილია და საერთოდ ეს ღონისძიებაზე არასდროს არ გაჟღერებულაო. მე მართალი გითხრათ უარი უთხარი, იმიტომ რომ ვერ ვიმღერებ თქო ამ სიმღერას, იმიტომ რომ დედა ძალიან ახალგაზრდა მყავს გარდაცვლილი და წამოვა ეს ჩემი განცდები და ისე შეიძლება ვერ შევასრულო ეს სიმღერა მეთქი. და რატომღაც მე მგონი რომ დავაშავე მის წინაშე მან ასეთი კრებული ორი მაჩუკა და მე მას ვარი უთხარი. აქედან მინდა რომ
ბოდიში მოუხადო მას და მინდა მადლობაც უთხრა რომ თქვენს ღონისძიებებში ის ყოველთვის იღებდა მონაწილეობას და ჩემს ღონისძიებებშიც ერთი რამ მინდა მოვყვე კიდევ რომ მე გავაკეთე გრიშაშვილის საღამო და მას ჰქონდა ასეთი რომანსი რომელიც მე შევასრულე რა კარგი ხარ რა კარგი ეხა რო გამოცხადდა ეს სიმღერა და გვარი და სახელი მან გამოდგა და ასეთი რამ ბრძანა რომ მე ეს სიმღერა დავწერე როდესაც ვიყავი სასწავლებელში მეორე კურსზე ვიოლინოს ფაკულტეტზე და მე არ ვიცი ეხლა რა სიმღერებს ქალბატონი ნასიო როდესაც ეს ჩემი სიმღერა მივიტანე ჩემს კონცერტ მაისტერთან ის მეუნება რომ ნაზი ეს არ არის ვაჟა აზარაშვილი ეს არ არისო მისი ჰარმონია მე ამაში ვერ ვხედავ მე ამას გავაკეთებ ჩემეულათო ვთქვი გააკეთე როგორც შენ მიგაჩნია სწორად და ბატონმა ვაჟა აზარაშვილმა სწორედ ამ კონცერტზე მოისმინა რომ მე უნდა შევასრულო მისი სიმღერა რა კარგი ხარ რა კარგი რომელიც არავის არ შეუსრულებია როდესაც დავასრულე მე ეს სიმღერა წამოდგა ბატონმა ვაჟამ და თქვა რომ მე ამ სიმღერას დღეს ასე დავწერდი როგორც თქვენ იმღერეთო ასეთი დიდი ჯილდო მე ჩემ ცხოვრებაში მართალი გითხრათ არ მიმიღია ასე რომ თქვენ ისეთ საოცარ საქმეებს აკეთებთ და ღონისძიებებს აკეთებთ ქალბატონო ნანა რომ მე მადლობა მინდა გადაგიხადო და 2010 წელს მოიცადე 10 წელს ნუ ჩქარობთ ჩვენ გვაკიდოთ რომ 2010 წელს თქვენ გააკეთეთ ყანჩელის საღამო ყანჩელის საღამო გააკეთეთ თქვენ 2010 წელს ყანჩელის 2010 წელს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დედოფლის წყაროში გია ყანჩელის 75 წლის საიუბილეო საღამო აღნიშნეთ. გიამ მაჩუკა მე, ბატონმა გიამ დოკუმენტური კასეტა, ფილმი, 2 საათიანი და მოვიწვიეს სოფელ საბათლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელიგენცია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და ძალიან ულამაზესი ღონისძიება გავმართეთ. როდესაც შევატყობინე ბატონ გიას რომ მისი საღამო იმართებოდა ბატონმა გიამ მითხრა იცი რა ნანა მე 2 საათი ვერ მოვალ და კასეტას ვერ უყურებ მე ვუთხარ ბატონო გია თქვენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კი არ გეპატიჟები მე გეპატიჟები სოფელ ოზაანში სოსო თევზაძის ვენახში მეთქი აუცილებლად თუ ჩამოვალო რობიკოს ტურვას ვეთქვი და მასთან ერთად ჩამოვალ და მეუღლესაც წამოვიყვან მაგრამ იმ პერიოდში რობიკო ქვეყნის გარეთ იყო გასული და რამდენადაც ცნობილი არის ბატონ გია ყანჩელს უნივერსიტეტიც აქ დამთავრებული გეოლოგიური ფაკულტეტი და თავისი სტუდენტებთან ერთად გვეწვია დავხვდით ესე იგი მე და სოსო თევზაძე ბატონ გიას იქ ტრაქტორია რო არ შეშლოდა გზასა და მოსულიყვნენ და პირდაპირ წავიყვანეთ ვენახში და ბატონმა სოსომ ერთი პლანი ვენახი დაუკრეფავი დატოვა რომ ეს გიას უნდა ვაჩუქო და თავისი ხელით მოკრიფოსო როდესაც ესე იგი ქარვისფერი მტევნები სპეციალურად დიახ ისაო მეო თლიანი ისო ეხლა მე უნდა დავკრიფო სოსომ უთხრა ჩვენ მე ვენახები ყავს და შენ რომელიც გინდა ის მოკრიფეო აი თქვენი ხელითო შემდეგ დავიყვანეთ ოზაანის ამაღლების ეკლესია დავათვალიერებინეთ ძალიან კმაყოფილი დარჩა ეს ეკლესიის ხილვით ეს არის ძველი მე-6 საუკუნის ეკლესია და შემდეგ გადავინაცვლეთ სოსო თევზაძის სახლში სადაც თავისი ისა ხელით ამოავლებინა ჩურჩხელა რა კარგი რა რადგან ქიზიხი იყო ეს სიამოვნება მიენიჭებინა
არაყი გამოხდა ბატონ მასოსომ და უძვირფასესი კახური ქიზიყური სუფრით გამომასპინძლდა და ბატონმა გიამ თქვა სოფლიო მაგ შემოვლილი და ასეთი ძვირფასი ოზანი გვირგვინი სოფლისა ქიზიყისა მე რაც აქ სიამოვნე ასეთი სიამოვნება არსად არ მიმიღია ძალიან კმაყოფილი დარჩა და მითხრა ქალბატონო ნაზირო იცი რა უნდა გთხოვო მე რო აღარ ვიქნები ეს ჩემი გარდაცვალების შემდეგ დაწერე თორემო მე ყველამ რომ ვენახში მეპატეჟოსო სადამ ძალიანო რომ მე სიმფონიას ვიღადაწერსო და რომ არ დავიდე კიდე იტყვიანო რომ უჟმურია ეს კაცი და არ ჩამოვიდაო მე და სხვათა შორის მითხრეს რომ ისეთი შეხედულობა ჰქონდაო თითქოსო მართლა უჟმური იყო მაგრამ ამისთანა თბილი და ამისთანა სიკეთით სავსე ადამიანი რაც გამოჩენილია მითუმ ხო უბრალოა და ისეთი დიდი შთაბეჭდილება დატოვა სოსოთევზადეს ოჯახში და საერთოდ ესეთი ძალიან ვიწრო წრე ვიყავით ქალბატონო ნაზი არავინ არ იყო სხვა მარტო უფრო ფართო მასშტაბით გვინდოდა მაგრამ ისე გამოვიდა რომ ვისაც ავთხოვეთ არც იკითხეს ვინ ჩამოდიოდა ხო და ვდექი და სოსო ჩემი მეგობარია ძალიან დიდი სიამოვნებით ესე იგი დიდი სიამოვნებით თან მინდა გითხრათ რომ ჩვენი მწიგნობართა ასოციაციის წევრი არიან ისა ბატონი ვაჟაზარიშვილიც იყო და ვაჟამ უთხრა რომ იცით რაო მე ვარო ეხლა მომცაო მწიგნობართა ასოციაციის წევრობა დედოფლის წყაროსაო და შენ არ გინდაო გიაო და როგორ დინამოს ავტორიო ისაო შუა მდგომლობას ვეძებსო და მე როგორ უარს ვეტყვიო და მაგრამ რა უნდა გავაკეთო აი ღონისძიებებს რომ გააკეთებ დაგვატეჟებს და უნდა მივიდეთო და ორივენი არიან ჩემთვის და დაასაამაყო დამყავდნენ ეს საპატიო წევრები ბატონი მაჯა და პატიცემული გია რომლის არცერთი კონცერტი არ მქონდა გაცდენილი დიახ ამ ჟურნალებში ყველა თქვენი ღონისძიებები ასახვა აი აქ არის ზუსტად ჩავერდაშვილის საღამო ხო აი ამაში ამ და უფრო მეტიც ეცხრა ყველა არ მაქვს გასაგებია ხო შემდგომ სამყაროებშიც ხართ შესული მეც ვარ სხვათა შორის შესანიშნავი ქალბატონი არქივის ქალბატონო ნაზი არის ალექსანდრე შავერდაშვილის 105 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაბეჭდილი და თვითონ შვილმა ისეთი ნაწარმოებები დაუკრა, რომელიც ჯერ არავის არ ქონდა მოსმენილი ბატონი ალექსანდრესი. და სხვათა შორის მე და ჩემო კონცერტმეისტერმა ხო? რომ მივიღეთ მონაწილეობა ექსპრომტად დაწერა ჩემო კონცერტმეისტერმა, თუმე მისი მოსწავლე იყო კონსერვატორიაში ლია ჩემი კონცერტმეისტერი ორაგველიძე არაჩვეულებრივი ქალბატონი გახლავთ სწორედ მისი მოსწავლე იყო და რაღაც 3-4 დღეში შექმნა სიმღერა და ვისწავლეთ ჩქარი ტემპით და ის შევასრულეთ სურათებიც კი გადავიღეთ აი ეს ღონისძიებაა და ლია მაისურაძე მიუძღვნა ნაქარგების გამოფენა ხო ვნახე გავიცანი მე ეს ქალბატონი აი ეს არის შავერდაშვილის საღამო სადაც შვილი გახლავთ მისი მიიღო მონაწილეობა არაჩვეულებრივი გოგა აბატონი გოგა შესანიშნავი პიროვნება არაჩვეულებრივი ხო დიახ აი და მე კიდევ მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ მინორე ხვიაშვილს რომ თქვენ ამ რამოდენიმე სერიალში ვარ წარმოჩენილი არა მარტო მან დიახ და მეც ვარ ერთ-ერთი შესული და მე მათ საკეთებები დიდ მადლობას რომ ეს ქალბატონი ეძებს მისხალ თქვენ ღონისძიებებს აკეთებთ მე ღონისძიებებს ვაკეთებ ეს ქალბატონი ეძებს თელ საქართველოში მიმობნეულ მარგალიტებს ეს ძალიან კარგია თქვენი სახელით რა გეგმა გაქვთ მოდით და დავასრულოთ 2024 წელს საქართველოს მასშტაბით გამოვლინდნენ 2024 წლის საუკეთესო ადამიანები ესენი გახლავთ გიორგი ბუგიანიშვილი გიორგი შავერდაშვილი
და მე მაინტერესებს წელს რამე გააქვთ ღონისძიება? აი მაგინებს ჩვენ უნდა ისა მოუწყოთ შეხვედრა დედოფლის წყაროში. გასაგებია. გიორგი შავერდაშვილი ვთქვი, გიორგი ბუგიანიშვილი ვთქვი, გიორგი ნატროშვილი ვთქვი და გიორგი კალანდია. ყველა გიორგებია? რადგან ყველანი გიორგები არიან, გადავწყვიტეთ რომ გიორგობის დღესასწაულზე 6 მაისს მოვიწვიოთ ხალხოსნობის მუზეუმში. ძალიან კარგია. და ასევე ქალბატონო ნაზი საქართველოს მასშტაბით გამოვავლინეთ ეპოქის ადამიანები 80 წელს გადაცილებული 25 ადამიანია ასეთი მათ შორის ზოგიერთებს დავასახელები მე და კახიანი მანანა ახმეტელი კი ბატონო ჟანრი ლოლაშვილი ნანა ფაჩუაშვილი ელდარ შენგელაია დედოფლის წყაროდან ეგული ყოჩიაშვილი მათემატიკოსი პირველი ადამიანი ნიკოლო შანშიაშვილი 101 წლის არის ფინანსისტი. რამდენი წლის? 101. ესე იგი ეს არის უკვე 80 გადაშორებული აი ამ კი აი 80 წელს გადაცილებული ვანო შიოლაშვილი და კიდევ ერთი პიროვნება აბრამ ხარაშვილი. დიახ. და მაგათ გვინდა რომ მაგენიც 6 მაისს მოვიწვიოთ და ეპოქის ადამიანებს მოვეფეროთ. ძალიან კარგია, ძალიან კარგია. სამომავლო გეგმები ეგა გვაქვს, გვინდა რომ 6 მაისს გავაკეთოთ. ძალიან კარგი. თქვენ კიდევ ბევრ რამეს გააკეთებთ ამ წელში, მე ვიცი. და სხვათა შორის ეს დაიბეჭდა, აი ეს წლის ადამიანები რომ გითხარით 2024 წლის გაზეთ შირაკში და გაზეთ ბორჯომში. აჰა. და ყველა სააქეს გაზეთი და სიგელებით გადავეცით უკვე თვითონ მათგანს. ბორჯომიდან არის გიორგი ბუგიანიშვილი. მე როგორც ბორჯომის ყოფილი საპატიო მოქალაქე, თუ კი რამე ღონისძიებას ვაკეთებთ, ყოველთვის ბორჯომელებს ვეპატიჟებით. ბორჯომის კორესპონდენტი გახლავთ დალი ქურდაძე და იგი სისტემატიურად ესწრება ჩვენს ღონისძიებებს, აქედან მოვიკითხავ და ყოველთვის გვერდში გვიდგას. დიდ მადლობას გეუბნებით ქაბატონო ნანა, რომ თქვენ ოქროს წუთები გაიმეტეთ. მობრძანდით, თუმცა ძალიან დაკავებული ბრძანდებით და მე მართალი კითხვით ვამაყობ, რომ გიცნობ თქვენ. და მე ასეთი ქალბატონი როგორიც თქვენ ახართ, ნეტავ კიდევ ბევრი გამეცნოს მე. და მე ვიამაყებდი მართთან ურთიერთობით. თქვენი სახელით ჩემს ძვირფას მაყურებელს დავემშვიდობები და ვეტყვი მადლობას, რომ მოგვისმინეთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.